მსოფლიოში პირველი მანქანები ამ გზებზე დადიოდნენ. მანქანათმშენებლობის დიდი სამეული აქ მდებარეობს. საკუთარი, განსაკუთრებული მოთაუნის მუსიკა ჟღერს. ევროპული ხელოვნების უნიკალური კოლექცია ინახება. ქალაქის მცხოვრებლები უქმებს ბაზარში ერთად ატარებენ. თავიანთ ბეისბოლის გუნდს საშინაო მოედანზე გულშემატკივრობენ. ფორდის, სტივი ვანდერის და ემინემის ქალაქი. ქვეყანაში ერთადერთი ყველაზე ღარიბი ქალაქი. ასეულობით 1000 მცხოვრები წავიდა, თუმცა მოსახლეობის მრავალფეროვნებით ყველას ანცვიფრებს. დეტროიტში ვართ. შოუს მიტოვებული სახლებისა და ცარიელი ქუჩების ქალაქი. მრავალი წელი ზუსტად ასე აღწერდნენ დეტროიტს, ოდესღაც მსოფლიოს ავტომობილების დედაქალაქს. 2015 წელს კი დეტროიტმა სახელი გაითქვა როგორც ქალაქმა, რომელმაც აშშ-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მუნიციპალური გაკოტრება გამოაცხადა. ქალაქ მოჩვენების სანახავად მთელი ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ. თუმცა ამ ისტორიაში მრავალმა მისი მთავარი გმირები დაივიწყა. დეტროიტის მცხოვრებლები, რომლებმაც მიუხედავად ყველაფრისა სახლი არ დატოვეს. ისინი პირდაპირ მნიშვნელობით ქალაქს ახლიდან აშენებენ და ყოველი მათგანი არის მოწმობა იმისა, რომ დეტროიტი უფრო მძიმე განსაცდელის გადატანისთვისაც მზად არის. დეტროიტში ათასობით მიტოვებული სახლია, ზოგან მთლიანი კვარტლები. ხელისუფლება ყველა ნაგებობის, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება, დანგრევას აპირებს. დანარჩენი სახლები აუქციონზე გააქვთ. თუ მსურველი არ მოინახება, ეს სახლებიც დაინგრევა. დილამშვიდობისა, როგორ ხარ? სამუშაოდ არავინ მიღებდა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ თავად მოვეწყო. ყველაფერი მარტივად დაიწყო. ინტერნეტში განცხადება განვათავსე. თუ სახლის შეკეთების და პროცესის გადაღების ნებართვას მომცემთ, მაშინ მზად ვარ უფასოდ ვიმუშაო. ჩია ქერა გოგონა ბურღით გვხვდება. ნიკოლ კერტის მხოლოდ ამ ქუჩის გასწვრივ რამდენიმე სახლი აქვს, რომელიც თავისი ხელით აღადგინა. ნიკოლი მარტოხელა დედაა, განათლებით მასწავლებელი, თუმცა ჩაქუჩი და ლურსმანი რვეულებსა და კალმებზე მეტად მოსწონდა. ეს რაც როგორც გატაცება დაიწყო, ახლა ქვეყნის სხვადასხვა შტატში მრავალმილიონიანი ბიზნესია. და აქვს HD TV-ზე საკუთარი გადაცემა, რომელიც კომპანია Discovery-ს ეკუთვნის. გადაცემა დეტროიტის სახლების გადარჩენის შესახებ. შესანიშნავია. სახლი აშენებულია 1910 წელს. ნიკოლმა $17,000 შეიძინა და მასში $14,000 დაბანდებას გეგმავს. სრული არეულობაა, ნახეთ ამ ოთახში იატაკიც კი არ არის. ხალხს ილუზიები აქვს, ფიქრობენ, რომ შეუძლიათ დეტროიტში $500 სახლის ყიდვა და სწრაფად შეკეთება. მინდა ყველა დავამწუხრო. ეს იგივეა, რომ მანქანა $5 იყიდო. გარანტიას ვიძლევი, რომ ასეთ სახლში სულ მცირე $80,000 იქნება ჩასადები მოსაწესრიგებლად. ნიკოლის სახლები ოდესღაც ამგვარ მდგომარეობაში იყო, მაგრამ მტვერში ის დაუმუშავებელ ალმასს ეძებს. ორიგინალი კორპუსი შენარჩუნებულია, ბუხარიც. სახლში შემოსვლისას დასრულებული სახით ხედავ. ახლა მსგავსი სახლის ასაშენებლად საჭიროა $800,000. თუმცა დეტროიტში მათემატიკა ზუსტი მეცნიერება არ არის. სახლის შეძენა, ის რაც ამერიკაში საიმედო დაბანდებად ითვლება, აქ დიდი რისკია. ალბათობა იმისა, რომ ამ სახლს ამაღამ დაწვავენ მაღალია. რისკისა და მუშაობისთვის მზაობა, ასეთია ნიკოლის წარმატების რეცეპტი. უცნაურია, როდესაც ხალხი სამუშაოს აღწერს როგორც კაცისას ან ქალისას. ჩემს გუნდში ბიჭებს კითხეთ. რა თქმა უნდა, დახმარება ყოველთვის საჭიროა. თუ დახმარება გინდა, კი ბატონო, მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ მე ცუდი მშენებელი ვარ. ნიკოლს არც ჩვენ დახმარებაზე უთქვამს უარი. გინდა სცადო. პისტოლეტი შენსკენ არ შეადრიალო. ახლა სახესთან ახლოს მეკავა? უკვე სახლების აშენება შემიძლია. დეტროიტის სავიზიტო ბარათი გახდა ხელოვან ტიმ ბერკის რკინის კაცი. ქანდაკების ნახვა შეიძლება მთავარ ქუჩაზე, პარკებში, მაღაზიებში, ხოლო თავად ტიმს აქ ყველა იცნობს. დასავლეთ დეტროიტში დავიბადე 1959 წელს, ანუ ახლა 59 წლით უკან ვინაცვლებთ. ჩემს ოჯახში ყველაფერი იყო, რაც ბავშვს არ სჭირდება. ალკოჰოლიზმი, ნარკოდამოკიდებულება, ძალადობა. დეტროიტი დაანგრიეს, მე კი გამტეხეს.
გატეხილი კაცი ვიყავი, უკიდურესად გატეხილ ქალაქში, მაგრამ ფეხზე ერთად ვდგებით. დეტროიტის ისტორიის შესწავლა ხელოვანის ეზოდან გასვლის გარეშე შეიძლება. ეს არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ. აქ არის 15-ზე მეტი ისტორიული ნაგებობის ნაწილი, მათ შორის მანქანათმშენებლობის, ქალაქის აღორძინების სიმბოლოებიც არის. პაკარდი, სტუდბეიკერი, საუნივერსიტეტო კლუბი ჰადსონი, სადაც ტიმის მშობლები მუშაობდნენ. ყველაფერი დეინდუსტრიალიზაციის შედეგად მიატოვეს. ცხოვრებლების თვალწინ დაანგრიეს. ასავლობით 1000 დეტროიტელი უმუშევარი გახდა. ტიმი კი უკვე 50 წელია ქალაქს ნაწილ აწყობს. 9 წლიდან დავიწყენ ნაგავსაყრელებიდან აკრეფა, რაც ვიპოვენ ნაგავი არ არის, არამედ ეროვნული მემკვიდრეობა. მშობლების განქორწინების შემდგომ საბავშვო ალკოჰოლიზმი გადაიტანა. მიტოვებულ ნაგებობებში დაიარებოდა ცარიელ ტაძრებში, სკოლებში. მისი ყოველი აღმოჩენა არის დეტროიტის ისტორიის ფურცელი. ქალაქის მოდერნიზაციის პროექტის ფოტოა, როდესაც ხელისუფლება 375 გზას აშენებდა. ზუსტად მაშინ დეტროიტი მდიდარსა და ღარიბზე დაიყო. ტიმმა განათლება ქალაქის ქუჩებში მიიღო, რომელსაც ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათოს უწოდებენ. თითქოს ნაპირიდან გადამაგდეს და მითხრეს გაცურე. 27 წლის ასაკში როგორც იქნა დახმარებას მიმართა. ალკოჰოლიზმი არტ-თერაპიის მეშვეობით განიკურნა. შექმნა რკინის კაცი, რომლის დანახვა ახლა ქალაქის ცენტრში ყველას შეუძლია. ეს ფიგურა არის იმ დროის დეტროიტის სახის განსახიერება. გარემოში, რომელშიც გავიზარდე, დეტროიტის ქუჩებში, სიკეთის, სიყვარულის, თანაგრძნობის, ზრუნვის ჩვენება მიღებული არ იყო. ნუ იქნები სუსტი, ნუ იქნები ქალაჩუნა, მეუბნებოდნენ. ყველა კაცში არის ქალური საწყისი. მრავალი კაცი ამას უარყოფს. ამბობენ, რომ თავიანთ დედებს არ გვანან, იმისათვის, რომ სრულფასოვანი ადამიანი გახდე, ეს ორი საწყისი უნდა გავაერთიანოთ. უნდა იყო კეთილი, მოსიყვარულე, ნაზი მამაკაცი, ადამიანი ჯენტლმენი. ეს ყვავილი დეტროიტის ნაწილებისაგან არის. ეს არის ჩემი რეაბილიტაციის ისტორია. ეს არის ქალაქის დაცემის და აღზევების ისტორია. დეტროიტი, ისევე როგორც რკინის კაცი, აღორძინებას განიცდის. ეს გრანიტი დეტროიტის ხელოვნების ინსტიტუტიდან არის. ავეჯი იმ ქვებისაგან გავაკეთე, რომელიც ნაგებობებიდან ჩამოინგრა. ინსტიტუტის საჩუქრების მაღაზიაში იყიდება. თუმცა შთაბეჭდილება იმისა, რომ ხელოვნების ინსტიტუტი ნაწილებად დაშალეს, მცდარია. ის მთლიანია, ხოლო კრიზისის წლებში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და არა მხოლოდ ადგილობრივების, ასევე მთელი მსოფლიოს. 2013 წელს დეტროიტის ვალის ოდენობამ $20 მილიარდ მიაღწია. გაკოტრებულ ქალაქს მცხოვრებლების პენსიების გადახდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უზრუნველყოფა, სამუშაო ადგილების შექმნა არ შეეძლო. მუნიციპალურმა მთავრობამ და კრედიტორებმაც გაიხსენეს, რომ ამ შენობაში არის ფულის საწყობი. გაკოტრებიდან გამოსვლის ქალაქის გეგმის ნაწილი იყო დეტროიტის ხელოვნების ინსტიტუტის კოლექციის გაყიდვა, რომელიც რამდენიმე მილიარდ დოლარად შეაფასეს და აუქციონზე გაყიდვას აპირებდნენ. აქ არის 66,000 ხელოვნების ნაწარმოები, მათ შორის მსოფლიოში ცნობილი შედევრებია: ვან გოგი, დეგა, მუნე, მატისი. ზუსტად რომ ევროპელი ხელოვანების კოლექციას დაადგეს თვალი კრედიტორებმა, რომელიც მთლიანობაში $8 მილიარდ შეაფასეს. ამერიკელებმა ერთად ააგროვეს $800 მილიონი და ქალაქის ბიუჯეტს შესწირეს კოლექციის შესანარჩუნებლად. გარიგებას მოგვიანებით დიდი უწოდეს, პენსიები გაისტუმრეს, ქუჩაში განათება გაჩნდა, ავტობუსების მოძრაობა აღდგა, ხოლო მუზეუმის შედევრები ხელუხლებელი დარჩა. სალვადორ სალორდ პონსი, დეტროიტის ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორია. მუზეუმში სამუშაოსთვის მაგრიტი გაკოტრებულ ქალაქზე გაცვალა. რა თქმა უნდა, ხელოვნების ნაწარმოებს ფულადი ღირებულება გააჩნია, მაგრამ ეს შედევრები გაყიდვას არ ექვემდებარება. ჩვენთვის ეს ნამუშევრები იმდენად ძვირფასია, რომ ფასდაუდებელია. სალვადორს პიკასოს ნამუშევრებთან შევხვდით. ინსტიტუტის ცენტრალური ეზო, მექსიკელი ხელოვანის დიეგო რივიერას ფრესკებით არის მოხატული, რომელმაც 2017 წელს ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. ეს მისი ბავშვობის ოცნება იყო. სალვადორი აშშ-ში პირველად ბავშვობაში იყო ნამყოფი და მაშინვე შეუყვარდა. 2008 წელს კი გადავიდა. ამბობს, რომ დღეს დეტროიტი სრულად სხვა ქალაქია. ქალაქი ჩემს თვალწინ გაცოცხლდა. სასწაულია.
ახლა დეტროიტის ხელოვნების ინსტიტუტი სასამართლოს გადაწყვეტილებით არის მინდობილობის საკუთრება, რომელიც საზოგადო საქველმოქმედო მიზნებისთვის არის დაწესებული. ანუ ქალაქი მუზეუმს აღარ ფლობს და არ განკარგავს. შედევრების კოლექცია, ნაგებობა და მისი გარშემო ტერიტორია ახლა თავად ინსტიტუტს ეკუთვნის. მომავალი ჩვენს ხელშია. დეტროიტის ხელოვნების ინსტიტუტი მიყვარს. ძველი ხელოვნების თაყვანისმცემელი ვარ. ნახავთ, როგორც კი სრულად აღვდგებით, დეტროიტი ყველას გადაასწრებს. 2014 წლის დეკემბერში დეტროიტი გაკოტრებიდან გამოვიდა. ნორთ როტელ პარკის რაიონი, მსგავსი მოვლილი საცხოვრებელი რაიონი, უფრო გამონაკლისია ვიდრე კანონზომიერება. მას წარმოადგენს ქალაქის საკრებულოს წევრი ჯეიმს ტეიტი. როდესაც დეტროიტზე ლაპარაკობენ, სათუა რომ ამგვარი რაიონი წარმოიდგინო. ჯეიმს ტეიტი თავად აქ ცხოვრობს, ამომრჩევლების მეზობლად. დაიბადა და გაიზარდა დეტროიტში. სწავლობდა ჟურნალისტიკას, თუმცა ადგილობრივ სატელევიზიო არხზე რამდენიმე წელი რედაქტორად მუშაობის და პრესტიჟული ემის პრემიის მიღების შემდეგ პოლიტიკაში წავიდა. ამბობს, რომ ქალაქის მოვლენების შესახებ უბრალოდ მოყოლა არ შეეძლო, როდესაც საჭირო იყო მოქმედება. ჩემთვის დეტროიტი არის შესაძლებლობების ქალაქი. უამრავი დარტყმა მიიღო და მაინც არ გადატყდა, გადაიტანა. პოლიტიკოსი რაიონში ყველაზე პოპულარულ კაფეს გვაჩვენებს. ოდესღაც აქ ქალაქის ადმინისტრაციის შენობა იყო. შემდგომ დაკეტეს. ფიქრობდით, როგორ გამოგვეყენებინა ეს ნაგებობა. ერთმა გოგონამ აქ კაფის გახსნა ისურვა. საბედნიეროდ მცხოვრებლებმა მის წამოწყებას მხარი დაუჭირეს და 4 წლის შემდგომ ეს ადგილი ნამდვილად ჩვენი თემის ნაწილია. ნორთ როზელ დეი პარკის საცხოვრებელი კვარტლის მაგალითზე მთელი დეტროიტი ცოცხლდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სირთულეები არ გვაქვს. ქალაქის მცხოვრებთა 35%-ზე მეტი სიღატაკეში ცხოვრობს. 18 წელზე უმცროსი ბავშვების 57% უჭმელობას განიცდის. დეტროიტისთვის ეს უბრალოდ სტატისტიკა არ არის. აქ უხილავი ადამიანები ხილულები არიან. ქალაქში უსახლკაროთათვის ათეულობით თავშესაფარია. ერთ-ერთი დეტროიტის მესამე ქუჩაზე. ზუსტად აქ უკვე 6 წელია ნაიდ აიობის საკვები მოაქვს. ის დეტროიტის გარეუბნის დირბარნის მცხოვრებია. ოდესღაც არაბული წარმომავლობის ამ ამერიკელმა მარტო გადაწყვეტა თავშესაფრის უსახლკაროების გამოყვება და ყველა შეჭირვებულის, ვინც უქმეებზე აქ მოდის. ყოველ კვირას აქ 500-მდე უსახლკარო შეჭირვებული საკვების რიგში დგას. საკვებს ქვითრებით ვიღებთ, მაგრამ ბავშვები მყავს და მიჭირს. უქმეებზე უკვე საკვები არ მაქვს, ამიტომაც აქ მოვდივარ. ნაიდ აიუბი გვიყვება. უსახლკარო ვეტერანთან მაიკ ელსთან შემთხვევითმა შეხვედრამ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. როგორც ყოველთვის დილას სამსახურში მივდიოდი. უცნობ ქუჩაზე აღმოჩნდი, სადაც ეტლში კაცი იჯდა და თითქმის ყოველ დღე რაღაც იდუმალი მიზეზის გამო ამ ქუჩაზე ვხვდებოდი. ყოველთვის მის გასწვრივ მივდიოდი. ერთხელ უხამსი ჟესტი მაჩვენა. აღვშფოთდი უთხარი, წადი სამუშაო დაიწყე თქო. მუხლებიდან გაზეთი გადადო და აღმოჩნდა, რომ ფეხები აქვს მოკვეთილი. ჩემი გულგრილობის გამო ძლიერ შევწუხდი, როგორც იქნა ის დავინახე. მთელი გულით. ნაიდმა გამოცემა დეტროიტ ნიუსში 6 ნიშნა ხელფასის მქონე სამუშაო მიატოვა და საკუთარი ფული დაიწყო შეჭირვებულების კვება. მთელი ჩემი ენთუზიაზმი და სიყვარული ამ სამზარეულოში დაიბადა. პირველად მოამზადე სპაგეტი, კარტოფილი ფრი, სალათი. შემდგომ ყოველ კვირას რაღაც ახალს ვამატებდი. ყველა დანაზოგი დახარჯა. ყველა ძვირფასი ნივთი გაყიდა და ნაიდი მაინც არ გაჩერდა. ახლა საკუთარი არაკომერციული ორგანიზაცია აქვს. მოხალისეთა ჯგუფით და სპონსორების სისტემით. დახმარების მსურველებისთვის პიცერია სიცხეშიც და თოვლშიც სადილს არიგებს. მისი საკვები კურთხევაა, სულის საკვები, როგორც წამალი გადარჩენისთვის. ნაიდს უფრო დიდი გეგმა აქვს. უსახლკაროთათვის თავშესაფრის აშენება, სადაც სამუშაოდ მოწყობის ტრენინგები ჩატარდება. ასევე სამედიცინო კლინიკის გახსნა უსახლკარო ქალებისა და ბავშვებისთვის. დირბარნში მისი პროექტის შესახებ ყველა მიცის. მეზობლები, მეგობრები, ადგილობრივი რესტორნების მფლობელები, ყველანი ეხმარებიან იმით, რაც შეუძლიათ.
დირბანში 98,000 ადამიანი ცხოვრობს, მათგან 40% არაბული წარმომავლობის. აქ აშშ-ის ტერიტორიაზე არაბული მოსახლეობის ყველაზე დიდი კონცენტრაციაა. არის ათეულობით მეჩეთი, ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე დიდი ისლამური ცენტრი და ქვეყანაში ერთადერთი არაბული წარმომავლობის ამერიკელების ისტორიის და კულტურის მუზეუმი. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დირბანში ახლო აღმოსავლეთიდან ემიგრაციის ზამი ტალღა იყო. პირველი იყო მუშათა კლასი, რომელიც როგორც გვიამბობენ ჰენრი ფორდის მოწვევით ჩამოვიდა. თავად ფორდი დირბანში, გრინფილდ ვილაჟის რაიონში დაიბადა. ამ სახლში გაიზარდა. ყველაფერი ისეა, როგორც მაშინ. მშობლები შვილზე დიდი მეც ამყარებდნენ. ფიქრობდნენ, რომ ოჯახის საქმეს გააგრძელებდა, მაგრამ მას უკვე სხვა გეგმები ჰქონდა. იცოდა, რომ ფერმაში არ დარჩებოდა. 12 წლის ამ სახელოსნო გააკეთა, სადაც პირველი ორთქლის ძრავი ააგო. 16 წლის დეტროიტში გადავიდა. მოგვიანებით ედისონის კომპანიაში მთავარი ინჟინერი გახდა და ავტომშენებელი კომპანია Ford Motors-ი გახსნა. ხოლო 1908 წელს ჰენრი ფორდმა მილიონობით ამერიკელის ოცნება განახორციელა. პირველი იაფი ავტომობილი მოდელი T გამოუშვა. ამჟამად დიდი რაოდენობით მოდელ T-ს ნახვა მხოლოდ გრინფილდ ვილაჯის ვიწრო ქუჩებში შეიძლება. არტეფაქტების სოფელში. ყოველი სახლი აქ ამერიკის წარსულის ფურცელია, რომელიც ასე თუ ისე უკავშირდება Ford-ს. ეს არის ედისონის ლაბორატორია, სადაც მეცნიერმა ყველა თავისი აღმოჩენა გააკეთა. Ford-ის მასწავლებელი და მეგობარი იყო. ზუსტად რომ ტომას ედისონმა ირწმუნა Ford-ის ნიჭის, სოფელში აშენებულ მუზეუმს ჯერ კიდევ ჰენრი ფორდის დროს მიენიჭა მისი სახელი, რომელსაც Ford-მა ერთ-ერთი პირველი მოდელი T საჩუქრად გადასცა. პირველი მოდელ T-ს ღირებულება $800 იყო. იმ დროისთვის ძალიან ძვირი. ჰენრი ფორდმა კონვეიერული წარმოება გამართა და ფასი $200-მდე შეამცირა. ავტომობილის სასაწყობი მსოფლიოში პირველი კონვეიერი ფორდმა 1913 წელს ჰაილანდ პარკში გაუშვა, სადაც დღე-დაღამ სამცვლაში 8 საათს მუშაობდნენ. დღეს ცარიელ ნაგებობასთან აბრა ერთადერთი შეხსენება ამ ადგილის რევოლუციური როლის შესახებ. ამასობაში Ford-ის მუზეუმში განთავსდა კომპანიის ყველაზე ცნობილი გამოგონებები. აქ შეგიძლია მიაკვლიო, თუ როგორ შეიცვალა ამერიკული მანქანის წარმოება ბოლო 100 წელიწადში. ხოლო გრინფილდ ვილაჯი დიდი ინოვაციური იდეების მქონე ბავშვებისთვის აკადემიური ცენტრი გახდა. შეიძლება ამ პატარა სოფელში კიდევ ერთი დიდი გამომგონებელი დაიბადოს. საერთოდ დეტროიტში მრავალი ოცნება ახლოს ჩანს. ეს არის ლეგენდარული მუსიკოსების სამშობლო. დეტროიტი 313. ამგვარია ფილმის მერვე მილის ბოლო ტიტრები. ვინაიდან ზუსტად რომ დეტროიტში დაიბადა ბიჭუნა სახელად მარშალ მეთერსი, სოფლიოში ცნობილი როგორც რეპერი ემინემი. ფილმის ერთ-ერთი სცენა ამ ავტოფარეხშია გადაღებული. აქ ოდესღაც შტატ მიჩიგანის მთავარი თეატრი იყო. მოგვიანებით მიტოვებული ნაგებობა ავტოფარეხი გახდა. ახლა კი აქ ემინემის თაყვანისმცემლები მოდიან ფოტოს გადასაღებად. იმპროვიზაცია, სტერეოტიპების არარსებობა, სტილების შერევა. ასე შეიძლება აღიწეროს დეტროიტის მუსიკა. აფრიკას წარმოადგენ. ზუსტად ეს ვარ მე. ნიღაბი კი წინაპრების პატივსაცემად. მასში აფრიკის ენერგია. ამგვარი ნიღბები ახლა ევროპული ხელოვნების მუზეუმის მძევლები გახდნენ. მაგრამ ეს ხელოვნების ქმნილება არ არის. ეს არის ცოცხალი აფრიკული კულტურა. აფრიკული რითმის ქვეშ დეტროიტელების საყვარელი კერძების გასინჯვა შეიძლება ისტერნ მარკეტში, ანუ აღმოსავლურ ბაზარში. შაბათობით აქ 45,000 ადამიანი მოდის. ხელბოსტნეულის შეძენა, ნამცხრების, ხორცის, კერძების, ასევე უბრალოდ ქუჩის გამოფენის განსაკუთრებული გარემოს შეგრძნება.
მთელი ცხოვრება ამ ლამაზ ქალაქში ვიცხოვრე. უბედურებას არ უნდა გაექცე. უნდა დარჩე, სირთულეების არ უნდა გეშინოდეს და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ამბობენ იმისთვის, რომ ქალაქი გაიცნო, საჭიროა ადგილობრივი ბაზრის მონახულება. განთქმული Eastern Market-ი ეს არის ნიჭისა და მეწარმეების ადგილი. ეს არის აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი. ფასები მაღაზიასთან შედარებით გაცილებით დაბალია, ხოლო ხარისხი ფერმერული. ბაზარი მთელ დეტროიტს კვებავს. მეტიც, ყველა ფერმერი ვალდებულია, რომ შეჭირვებული მოქალაქეებისაგან საკვები ტალონები მიიღოს. დეტროიტელებისთვის ახალ და სასარგებლო სურსათთან წვდომის პრობლემის გადაჭრის მიზნით. ქალაქისთვის რთულ დროს ყველაზე პოპულარული საკვები პიცა გახდა, რაც იაფი და გემრიელია. წყვილმა ჯენიფერ სტარკმა და მორინ მაკნამარამ თავიანთ რესტორანში მიგვიწვიეს, სადაც დეტროიტის საყვარელი კერძის მომზადებაში მონაწილეობა შევძელი. ახალი ცომი, დახრაკული ნიორი, ყველი რიკოტა, სოკო, ლორი და ყველი პანტინო. ამგვარია მათი ყველაზე პოპულარული პიცის რეცეპტი. კულინარიული შოუც კი აჩვენებს. ეკონომიკური კრიზისის და გაკოტრების წლებში ჯენიფერისა და მარინის ბიზნესი ყვაოდა. პიცის ქაღალდის თეფშზე შეძენა მრავლს შეეძლო. ხალხს სასარგებლო საკვების ჭამა სურდა. ამავდროულად სტეიკისთვის $50 დახარჯვა არ შეეძლოთ. ამიტომაც ჩვენთან პიცისთვის მოდიოდნენ. შეხედეთ ამ პიცას. ჯენიფერი და მარინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ. ერთად უკრავდნენ მუსიკალურ ანსამბლში. შემდგომ ბედმა დააშორა. ორივენი ხმის ჩამწარ კომპანიებში მუშაობდნენ. ჯენიფერი ნიუ-იორკში, მარინი კი იტალიაში. 20 წლის შემდგომ კლასელების შეხვედრაზე ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ. როდესაც მარინი დავინახე, თითქოს მის თავზე ნათელი დავინახე. ამ დრომდე ერთი ნახვით სიყვარულის არ მწამდა. ისე მოხდა, რომ მარინი შემიყვარდა. მას კი მე. შეიძლება მაიკლი ყოფილიყო. მიხარია, რომ მარინი ვარ. გადაწყვიტეს, რომ ერთად დეტროიტში იცხოვრებენ. 2015 წლის შემოდგომას კი მას შემდგომ, რაც აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონეს, ჯენიფერმა და მარინმა იქორწინეს. საერთოდ კი ლიბერალური დეტროიტი საუკეთესო ადგილია მათი რესტორნისთვის. აქ მოქმედებს მეწარმეთა სავაჭრო პალატა, რომელიც LGBT თემს წარმოადგენს. მათი მიზანია უმცირესობის რესტორნებისა და კომპანიების წარმოჩენა და განვითარება. გონი დახმარებაა საჭირო. როგორც კი რესტორნის კარი გაიღო, სამზარეულო აფოსფოსდა. ყოველ საღამოს რამდენიმე ასეულ პიცას მიერთმევენ. სტივი უანდერი, მაიკლ ჯექსონი, სმოუკი რობინსონი, დაიანა როსი და მისი ჯგუფი The Supremes. აქ იწყებდნენ კარიერას აფროამერიკული მუსიკის გამოჩენილი ვარსკვლავები. ეს ნაგებობა კი წარწერით Hits Will USA ალბათ მანქანების ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ნაგებობა. აქ არის ხმისჩამწერი კომპანია Motown Records-ი, რომელიც იმ ხანის ჰიტებს უშვებდა. მრავალმა ამ კარზე ადრეულ ასაკში დააკაკუნა. ამ პატარა სივრციდან სუპერჰიტები ერთი მეორის მიყოლებით გამოდიოდა. როგორ იყო ეს შესაძლებელი, ვკითხეთ რობინ ტერის, ბერი გორდის შვილიშვილს, Motown Records-ის დამფუძნებლის. მეც ვისურვებდი ამ კითხვაზე პასუხის გაგონებას. Motown მუსიკა, ნიჭი, გული, შემოქმედება და შესაძლებლობა. Motown Records-ის უმეტესი ვარსკვლავი დეტროიტის უბრალო მცხოვრები იყო, რომლებიც აქედან რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობდნენ. ბევრი მეოცნები იყო, კარგი მუსიკის სწამდათ, რისი წყალობითაც ისტორია შედგა. ეს 60-იან წლებში იყო, ქვეყნის მთავარ რადიოსადგურებში პირველად გაისმა აფროამერიკელების მიერ შესრულებული სიმღერები. პირველი ჰიტი, რომელიც აქ ჩაიწერა, არის Money That I Want. ფული არის ის, რაც მინდა. ამ ჰიტმა კომპანიას საერთო ეროვნული სახელი მოუხვეჭა. Motown-ერი ჟღერადობის განსაკუთრებულობა ორიგინალურ ნაზავში მდგომარეობდა. გოსპელის, თანამედროვე R&B-ს და პოპ მუსიკის. დღეს ლეგენდარული შენობა მუზეუმია, რომელიც 1985 წელს რობინ თერის ბებიამ ერსტა გორდი ედვარდსმა დააფუძნა. შვილიშვილის გეგმა შემუზეუმის არსებითად გაფართოება. პროექტისთვის უკვე $50 მილიონი ააგროვა. ჩვენი ნაგებობა Grand Boulevard-ზე ნაკლებად უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაიონში მდებარეობს. გვინდა რომ Motown-ის მუზეუმის გაფართოება რაიონის ახალი ცხოვრების დასაწყისი გახდეს.
ასე გამოიყურება დეტროიტის რენესანსი. მათ ერთი რამ აერთიანებთ. სირთულეს შესაძლებლობას უწოდებენ. თავიანთ ქალაქში დარწმუნებულობაზე საუბრისთვის აქ ყველა მზად არის. ამ ფრესკასთან მიგიყვანეთ, იმიტომ რომ მასში არის ქალაქის სული. ის რაც მრავალს ხელიდან გაშვებული შემთხვევა ჰგონია, ჩვენთვის არის ახალი სიცოცხლის ჩასუნთქვის შესაძლებლობა. დარჩი ძლიერი დეტროიტი. დეტროიტის სინათლე კვლავ ანთია და მრავალს წამს რომ ზუსტად რომ მისი მცხოვრებლების ოპტიმიზმმა ქალაქს მეორე სიცოცხლე ჩაჰპერა.